1300 ადამიანს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ლაპარაკობენ პლანეტის ერთ-ერთ უძველეს ენაზე, მხოლოდ 300 იღვიძებს ყოველდღე ისე, რომ არ იცის, შეჭამს თუ არა. არა იმ გაგებით სიღარიბის გამო, რომელიც თქვენ იცით. წინაპრებისეული არჩევანის გამო. ჰაძაბეები, 50,000 წელია ცხოვრობენ იმავე გზით, იმავე მიწებზე, ნადირობენ იმავე ცხოველებზე, იმავე ტექნიკით. გარეული ღორები, ანტილოპები, ბაბუინები. ყველაფერი მოკლულია ტოტებისგან დამზადებული მშვილდებითა და სასიკვდილო შხამში დასველებული ისრებით. თქვენ აპირებთ შეხვიდეთ ბოლო ცოცხალ ლაბორატორიაში იმის შესახებ, თუ როგორ გადარჩა კაცობრიობა სოფლის მეურნეობის გამოგონებამდე. თუ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, ნუ დატოვებთ ამ ვიდეოს. უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ საიდან უყურებთ. ზე ჯერ კიდევ არ ამოსულა იასის ტბაზე, ლაიგო იესი, ჩრდილოეთ ტანზანიაში, თენზნია. ღამით ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცა, მაგრამ არავის უჩივლია. არ არსებობს საბანი. არ არსებობს კარავი. მხოლოდ მშრალ მიწაზე გაშლილი ანტილოპის ტყავი და გამთენიამდე გადარჩენილი ნაკვარჩხლების სითბო. კაცი უხმაუროდ დგება. მისი შიშველი ფეხები იცნობს ყოველ ქვას, ყოველ ტოტს, რელიეფის ყოველ ბუნებრივ ხაფანგს. ის წუდება ბაობაბზე, ბეაბ მიყუდებულ მშვილდს და სათითაოდ ამოწმებს ისრებს. მათგან სამსწვერები დაფარული აქვს შავი და წებოვანი ნივთიერებით. შხამი. განსხვავება ხორცით დაბრუნებასა თუ ხელცარიელ დაბრუნებას შორის. ბანაკი წელიწადის ამ დროს დაახლოებით 25 ადამიანს მასპინძლობს. 8 ზრდასრული მამაკაცი. 9 ქალი. 6 სხვადასხვა ასაკის ბავშვი. 2 უხუცესი, რომლებმაც უკვე გადაცილდნენ 60 წელს, არაჩვეულებრივი ასაკი ნებისმიერი ისტორიული სტანდარტისთვის. ქოხები დროებითი ნაგებობებია, რომლებიც 2 საათზე ნაკლებ დროშია აწყობილი გადახლართული ტოტებისა და მშრალი ბალახის გამოყენებით. სუსტად გამოიყურება. სუსტია. მათ არ სჭირდებათ რამდენიმე კვირაზე მეტხანს გაძლებას, სანამ ჯგუფი ტერიტორიის სხვა წერტილში გადავა. ჰაძაბეების ტერიტორია ოლდუაის ხეობიდან, დესფელედერო დი ოლდივეი, მხოლოდ 50 კილომეტრში მდებარეობს იმ ადგილას, რომელსაც მეცნიერები კაცობრიობის აკვანს უწოდებენ. იქ ნაპოვნია ჩვენი პირდაპირი წინაპრების უძველესი ნამარხები, რომლებიც თითქმის 2 მილიონი წლით თარიღდება. ჰაძაბეებს არ სჭირდებათ მუზეუმი ამის გასაგებად. ისინი ცოცხალი მუზეუმი არიან. მათი გენეტიკა იმდენად ძველია, რომ ჰარვარდის კვლევარებმა აღმოაჩინეს რაღაც შემაშფოთებელი, ჰაძაბესთან უფრო ახლოსა იმ პირველ პოპულაციებთან, რომლებმაც დატოვეს აფრიკა, ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამედროვე აფრიკულ ჯგუფთან. ისინი სიტყვასიტყვით ატარებენ ადამიანის სახეობის ორიგინალურ კოდს. მაგრამ რას ნიშნავს ყოველდღე გაღვიძება და იმის ცოდნა, რომ თქვენი შემდეგი კვება დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს უნარზე, იპოვოთ, დაედევნოთ და მოკლათ სხვა ცოცხალი არსება. ჰაძაბეებს არ აქვთ მაცივარი. არ აქვთ საკუჭნაო. არ აქვთ საგანგებო მარაგი. ყოველი განთიადი იწყება ძიებით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს საათობით ან დასრულდეს წუთებში იღბლის სეზონისა და ქარის მიმართულების მიხედვით. მშრალი სეზონის განმავლობაში, ივნისიდან ოქტომბრამდე ცხოველები კონცენტრირდებიან წყლის იმ რამდენიმე წერტილში, რომელიც დარჩა. ეს ნადირობას უფრო პროგნოზირებადს ხდის. წვიმების დროს მცენარეულობა მწვანედ ფეთქდება და ნადავლი იფანტება უზარმაზარ ტერიტორიებზე. მცენარეული საკვები იმატებს, მაგრამ ხორცი უფრო რთული მოსაპოვებელი ხდება. გარეული ღორი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნადავლია. რეგიონში 2 ტიპი ბინადრობს: აფრიკული ტახი, ჯავალი აფრიკანა, თავისი დამახასიათებელი მოხრილი კბილებით, რომლებსაც შეუძლიათ ზრდასრული მამაკაცის ხორცის დაგლეჯა, და ტყის ღორი, პორკოდომეტო, უფრო პატარა, მაგრამ თანაბრად აგრესიული, როდესაც კუთხეშია მოქცეული. ზრდასრული მამალი ტახი შეიძლება 150 კილოგრამამდე იწონიდეს. ეს უდრის 2 ჰაძაბე მამაკაცის წონას ერთად. ასეთი ცხოველის მოკლა მშვილდისრით არა მხოლოდ რთულია. ეს პოტენციურად ფატალურია. მონადირეები გადიან 2 ან 3 კაციან ჯგუფებად. იშვიათად მეტი. ხმაური მტერია. ჰაძაბეებმა ნადირობისას თითქმის ტელეპათიური კომუნიკაცია განავითარეს. მინიმალური ჟესტები. გამოხედვები. თავის შეუმჩნეველი მოძრაობები მათთვის, ვინც კოდი არ იცის. მათ შეუძლიათ საათობით გაატარონ აბსოლუტურ სიჩუმეში, მტვერში ნაკვალევის მიყოლებით, ახალი განავლის იდენტიფიცირებით, ნიშნების კითხვით, რომლებიც უხილავი იქნებოდა ნებისმიერი გარეშე პირისთვის.
გარეული ღორის კვალი მთელ ისტორიას უყვება მას, ვინც კითხვა იცის. ნაკვალევის სიღრმე მიუთითებს ცხოველის წონაზე. მათ შორის მანძილი ავლენს სიჩქარეს. ნიმუში აჩვენებს, მშვიდად დადიოდა თუ რაღაცას გაურბოდა. ახალი განავალი ადასტურებს, რამდენი ხნის წინ გაიარა იქ. მიწაზე დინგის კვალი მიუთითებს, თუ სად ქექავდა ცხოველი ფესვების ან მწერების საძიებლად. ეკლებზე ჩამორჩენილი ბეწვი ავლენს ბეწვის სიმაღლეს და ფერს. ჰაძაბეები ამ ინფორმაციას მყისიერად ამუშავებენ, როგორც თქვენ კითხულობთ შეტყობინებას მობილურ ტელეფონში. მათთვის მიწა არის ეკრანი, რომელიც არასოდეს წყვეტს განახლებას. კითხვის ეს უნარი არ არის მისტიკური. ეს არის ინტენსიური ვარჯიში ბავშვობიდანვე. ჰაძაბე ბიჭი ნადირობას თან სდევს მანამ, სანამ სიარულს კარგად ისწავლიდეს, დედის ზურგზე აკიდებული, სანამ ის ხილსა და ფესვებს აგროვებს სანადირო ჯგუფთან ახლოს. დაახლოებით 3 წლის ასაკში ის უკვე თამაშობს მინიატურული მშვილდებით, რომლებიც სპეციალურად მისი ზომისთვისაა დამზადებული. 6 ან 7 წლის ასაკში მას შეუძლია პატარა ფრინველების მოკლა ახლო მანძილიდან. 10 წლის ასაკში ის თავად ამზადებს ისრებს. განვითარების ყოველ ეტაპს თან ახლავს უფრო გამოცდილების პირდაპირი დაკვირვება. არ არსებობს ფორმალური სკოლა. მთელი ტერიტორია საკლასო ოთახია. როდესაც ისინი იპოვიან სწორ კვალს, დევნა იწყება. ის შეიძლება გაგრძელდეს 20 წუთი. შეიძლება გაგრძელდეს 5 საათი. გარეული ღორი ჭკვიანი და უნდობელია. საფრთხის მცირე ნიშანზე ის გარბის ყველაზე ხშირ ბუჩქნარში, სადაც ეკლები უსერავს კანს მას, ვინც გაყოლას ცდილობს. მონადირეებმა უნდა იწინასწარმეტყველონ, სადამდე წავა ცხოველი და არა მხოლოდ გახუნენ იქ, სადაც ის წავიდა. ეს მოითხოვს ტერიტორიის ინტიმურ ცოდნას. დაგროვილია 10 წლეულების გამოცდილება. ყოველი ხევის, ყოველი კლდოვანი წარმონაქმნის, მცენარეულობას შორის ყოველი ბუნებრივი დერეფნის მეხსიერება. ჰაძაბეს მშვილდი საინჟინრო ხელოვნების გასაოცარი ნიმუშია. დამზადებული ადგილობრივი ხისგან, ჩვეულებრივ ხეებისგან, რომლებსაც კონგოროკო ჰქვია, ის ავითარებს დაახლოებით 300 ნიუტონის წევის ძალას. შედარებისთვის, თანამედროვე ოლიმპიური მშვილდები წარმოქმნიან დაახლოებით 210 ნიუტონს. ჰაძაბეს მშვილდი უფრო მძლავრია, ვიდრე საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოყენებული აღჭურვილობა. სამეცნიერო კვლევებმა გაზომეს ისრების სიჩქარე 45 მეტრი წამში. ჰაძაბეს ისარი ჰაერს უფრო სწრაფად კვეთს, ვიდრე პროფესიონალური ჩოგბურთის ბურთების უმეტესობა. მაგრამ უხეში ძალა არ არის საკმარისი, როდესაც თქვენ სამიზნეს შეუძლია პასუხად მოგკლათ. სწორედ აქ შემოდის შხამი. ჰაძაბეები ძირითადად ორ მცენარეს იყენებენ თავიანთი სასიკვდილო ტოქსინების დასამზადებლად. პირველი არის ედენია მობოსამ, რომელიც ცნობილია როგორც უდაბნოს ვარდი. მეორე არის სტროფენთა სემენი. ორივე შეიცავს გულის გლიკოზიდებს, ნივთიერებებს, რომლებიც პირდაპირ ერევა გულის მუშაობაში. როდესაც ისარი აღწევს ცხოველის ხორცში, შხამი შედის სისხლის მიმოქცევაში. ჯერ მოდის სისუსტე. შემდეგ დეზორიენტაცია. ცხოველი იწყებს ბარბატს, თითქოს მთვრალია. საბოლოოდ, გული ჩერდება. დრო იცვლება ნადავლის ზომის მიხედვით. პატარა ჩიტი შეიძლება წამებში მოკვდეს. 100 კილოგრამიან გარეულ ღორს შეიძლება 1 საათზე მეტი დასჭირდეს. ამ დროის განმავლობაში მონადირეები მიჰყვებიან დაჭრილ ნადავლს და აკვირდებიან პროგრესირებადი მოწამვლის ნიშნებს. მათ ზუსტად იციან, როდის იწყებს კვალი არევას, როდის ჩერდება ცხოველი უფრო ხშირად დასასვენებლად, როდის აპირებს დაცემას. შხამის მომზადება არის რიტუალი, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მამაკაცები აგროვებენ მცენარეების სპეციფიკურ ნაწილებს, ჩვეულებრივ უდაბნოს ვარდის ხორცოვან ღეროს, რომელიც შეიცავს ტოქსინების ყველაზე მაღალ კონცენტრაციას. ისინი ნაყავენ ხეს რბილობის წარმოქმნამდე, ადუღებენ წყალში სითხის აორთქლებამდე და შავი, ბლანტი ნივთიერების დარჩენამდე. ეს პასტა დაიტანება ისრის წვერებზე, ლითონის წვერის ქვემოთ. არასოდეს თავად წვერზე. ეს საშუალებას აძლევს ისარს ჯერ შეაღწიოს, შექმნას ჭრილობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს შხამის სისხლის მიმოქცევაში. ანტიდოტი არ არსებობს. ჰაძაბე ბავშვი ადრეული ასაკიდან სწავლობს, რომ არასოდეს ეთამაშოს შხამიან ისრებს, რომლებიც ბანაკშია მიმოფანტული. შემთხვევითი ნაკაწრი შეიძლება ფატალური იყოს. მამაკაცები შხამს ეპყრობიან პატივისცემით, რომელიც მოწიწებას ესაზღვრება. ჭურვებზე დატანამდე ზოგიერთი სინჯავს დაჭრილი ნადავლის სისხლის პატარა წვეთებს ინტენსივობის გასაზომად. რაც უფრო მწარეა, მით უფრო ძლიერია ეფექტი.
ეს არის ემპირიული მეცნიერება, დახვეწილი ათასობით წლის განმავლობაში ცდისა და შეცდომის გზით. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს დაგროვილი ცოდნის თვალსაზრისით. მონადირეების თაობები, რომლებიც სინჯავდნენ სხვადასხვა მცენარეებს. აკვირდებოდნენ შედეგებს. არეგულირებდნენ დოზებს. ავითარებდნენ მოპოვების ტექნიკას. ეს ყველაფერი დამწერლობის გარეშე, ლაბორატორიის გარეშე, ყოველგვარი ოფიციალური ჩანაწერის გარეშე. ცოდნა გადადის მამიდან შვილზე პირდაპირი პრაქტიკით. ჰაძაბე ბიჭი ნადირობაში თანხლებას იწყებს დაახლოებით 5 წლის ასაკში. 10 წლის ასაკში ის უკვე თავად ამზადებს მშვილდს. 15 წლის ასაკში ის აქტიურად მონაწილეობს ექსპედიციებში. 20 წლის ასაკში ის სრულფასო ან მონადირედ ითვლება. აფრიკული ტახი წარმოადგენს საბოლოო გამოცდას. მცირე ნადავლისგან განსხვავებით, რომელიც საფრთხის პირველივე ნიშანზე გარბის, გარეულ ღორს შეუძლია თავდასხმა გადაწყვიტოს. მისი ქვედა კბილები მუდმივად იზრდება და ილესება ზედა კბილების წინააღმდეგ, რაც ქმნის ბუნებრივ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ ღრმა ჭრილობების მიყენება. ფეხებზე პირდაპირმა შეტევამ შეიძლება კაცი წააქციოს და დაუცველი დატოვოს შემდეგი დარტყმების მიმართ. გამოცდილ მონადირეებს აქვთ ნაციბურები, რომლებიც თითქმის ფატალური შეხვედრების ისტორიებს ყვება. ტახებზე ნადირობის სასურველი ტექნიკა მოიცავს ღამის ჩასაფრებას. მშრალი სეზონის განმავლობაში ცხოველებს წყლის დალევა სჭირდებათ. წყლის ის რამდენიმე წყარო, რომელიც დარჩა, ხდება სავალდებულო შეხვედრის ადგილი. ჰაძაბეები ადგენენ ამ ადგილებს და განლაგდებიან გარშემო, სრულიად უძრავად, ნადავლის გამოჩენის მოლოდინში. მათ შეუძლიათ მთელი ღამე გაატარონ კლდეებს შორის ჩაცუცქულებმა, გაუძლონ სიცივეს, კოვოებს, მორიელებს. სიჩუმე აბსოლუტურია. ნებისმიერმა ხმაურმა შეიძლება გააფრთხილოს 200 მეტრის მანძილზე. მონადირეები სუნთქვასაც კი აკონტროლებენ, ნელა შეისუნთქავენ ცხვირით, უხმოდ ამოისუნთქავენ ნახევრად ღია პირით. მცირე ხვალა, ტოტის მცირედ კაცუნის სხეულის სიმძიმის ქვეშ, ნიშნავს საათობით ფუჭლოდინს. ზოგიერთ ვეტერანს შეუძლია ერთსა და იმავე პოზიციაში დარჩეს ზედიზედ 6 საათზე მეტხანს განძრევლად. ეს არის ფიზიკური და გონებრივი დისციპლინა, რომელსაც ცოტა თანამედროვე სპორტსმენი თუ გაუტოლდება. როდესაც ღორი საბოლოოდ მიუახლოვდება დასალევად, მონადირეს მხოლოდ წამები აქვს დასამიზნებლად და სასროლად. იდეალური მანძილი 15-სა და 30 მეტრს შორისაა. უფრო ახლოს ყოფნისას არსებობს რისკი, რომ ცხოველმა მძაფრი ყნოსვით იგრძნოს. უფრო შორს ყოფნა კი სიზუსტეს აქვეითებს. თვარის შუქი, როცა ის არის ეხმარება დამიზნებაში. ყველაზე ბნელ ღამეებში მონადირეები თითქმის მთლიანად სმენაზე არიან დამოკიდებულნი ნადავლის ადგილმდებარეობის დასადგენად და კუნთების მეხსიერებაზე გასროლის მოსახვედრად. თუ პირველი ის არის მოხვდება მიზანს, იწყება ლოდინი. თუ ააცილებს, ტახი ქრება სიბნელეში და საათობით ჩასაფრება იკარგება. წარმატების მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია. ვეტერანი მონადირეები საშუალო დისტანციებზე 10-დან დაახლოებით 7 გასროლას არტყამენ. ახალგაზრდებმა, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ, შეიძლება ნახევარზე მეტი ააცილონ. განსხვავება ერთსა და მეორეს შორის ხშირად განსაზღვრავს, შეჭამს თუ არა ბანაკი ხორცს იმ კვირაში, თუ მხოლოდ ფესვებითა და ხილით გადარჩება. როგორ არის შესაძლებელი, რომ ხალხი ასე ცხოვრობდეს 50,000 წლეულის განმავლობაში, მაშინ როცა დანარჩენი კაცობრიობა რადიკალურად შეიცვალა? პასუხი გეოგრაფიაშია. ეიასის ტბას უკავია 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი დეპრესია რიფტის ველზე, վել დუ რიფტ, რომელიც გარშემორტყმულია ვულკანური ფერდობებითა და უსწორმასწორო რელიეფით. საუკუნეების განმავლობაში ეს ბუნებრივი ბარიერი იცავდა ჰაძაბეებს დამპყრობლებისგან. როდესაც გერმანელი კოლონიზატორები ჩავიდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს, ჰაძაბეები უბრალოდ დაიმალნენ. როდესაც ბრიტანელებმა აიღეს მმართველობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მათ სცადეს აეძულებინათ ისინი დამკვიდრებულიყვნენ და დაეწყოთ თესვა. მათ მარცხი განიცადეს. როდესაც დამოუკიდებელმა ტანზანიის მთავრობამ შესთავაზა მიწა და სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ჰაძაბეებმა თავაზიანად მიიღეს, რამდენიმე კვირაში ყველაფერი მიატოვეს და ისევ ბუჩქნარს დაუბრუნდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თანამედროვე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობენ. ჰაძაბეები საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობენ მეზობელ ტომებთან. ისინი ცვლიან ტყავსა და ხორცს ლითონის სვერებზე თავიანთი ისრებისთვის. თავდაპირველად იყენებდნენ ძვალს ან ქვას. ლითონზე გადასვლა თანდათან მოხდა სავარაუდოდ ბოლო 200 წლის განმავლობაში. დღეს სვერები მზადდება დიდი ლურსნებისგან ან ლითონის ჯართისგან, რომლებიც ცივად იჭედება სასურველი პირის მიღებამდე.
ეს არის პრაქტიკული ადაპტაცია, რომელმაც ფუნდამენტურად არ შეცვალა ცხოვრების წესი. მშვილდის ლარიც შეიცვალა. ადრე ცხოველის მყესებისგან დამზადებული, ახლა ხშირად იყენებენ კომერციულ ნეილონს, რომელიც მიღებულია მეზობელ სასოფლო-სამეურნეო ტომებთან, როგორიცაა დატოგა, დეითოგე, გაცვლის გზით. ნეილონი უფრო დიდხანს ძლებს და უკეთ უძლებს ტენიანობას. ჰაძაბეები ვერ ხედავენ წინააღმდეგობას თანამედროვე მასალების მიღებაში. თუ ის უკეთ მუშაობს, იყენებენ. რაზეც უარს არ ამბობენ, არის ფუნდამენტური პრინციპი: ნადირობა, შეგროვება, გაზიარება, თავისუფლად გადაადგილება. მზე მაღლა, როდესაც მონადირეთა ჯგუფი ბანაკში ბრუნდება. 3 კაცი. დაახლოებით 40 კილოგრამიანი ტყის ღორი, რომელიც ჩამოკიდებულია ტოტზე, რომელიც 2 მათგანს მხრებზე აქვს გადებული. მესამე უკან მოხვება და თვალყურს ადევნებს. სისხლი ჯერ კიდევ სდის ცხოველის ფერდობზე არსებული ჭრილობიდან. ის არის შევიდა მხრის უკან ფილტვის გახვრეტით. შხამმა დანარჩენი გააკეთა. 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ღორის საბოლოოდ დაცემას. ბანაკი დაუყოვნებლივ იწყებს მოძრაობას. ქალები ამზადებენ ცეცხლს, სანამ მამაკაცები იწყებენ გვამის დამუშავებას. არ არსებობს სპეციალიზებული ყასაბი. ყველა ზრდასრულმა მამაკაცმა იცის ცხოველის დანაწევრება. პირველი ჭრილი აშორებს ტყავს, რომელიც გაიჭიმება და გაშრება შემდგომი გამოყენებისთვის. ის შეიძლება იქცეს ჩანთად ისრების ბუდეთ ან მეზობელ ტომებთან გასაცვლელ მასალად. მეორე ჭრილი ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების ამოსაღებად. ნაწლავები იცლება და იწმინდება. კუჭი გამოყენებული იქნება როგორც წყლის ან ცხიმის ჭურჭელი. არაფერი იკარგება. აბსოლუტურად არაფერი. ძვლებსაც კი აქვთ დანიშნულება, იქნება ეს იარაღად თუ სხვა არტეფაქტების ნედლეულად. მთელი პროცესი 1 საათზე ნაკლებ დროს იკავებს, როდესაც გამოცდილი ხელებით სრულდება. ბავშვები აკვირდებიან ყოველ მოძრაობას, ითვისებენ ტექნიკას, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებენ. 8 წლის გოგონამ უკვე იცის, რომელი ნაწილებია დაუყოვნებლივ საკვებად ვარგისი და რომელს სჭირდება სპეციალური მომზადება. 10 წლის ბიჭს შეუძლია დაავადებული ორგანოების იდენტიფიცირება, რომლებმაც შეიძლება ხორცი დააბინძურონ. ეს პრაქტიკული ანატომიური ცოდნა აღემატება ბიოლოგიის ბევრი სტუდენტის ცოდნას განვითარებულ ქვეყნებში. ხორცის განაწილებაში არსებობს იერარქია. მონადირეებს, რომლებმაც რეალურად მოკლეს ცხოველი, აქვთ უფლება გარკვეულ ნაწილებზე, რომლებიც განსაკუთრებულად ითვლება. გული, თირკმელები, ღვიძლი, ენა, სასქესო ორგანოები. ამ ნაწილებს ეპიმ ეწოდება, ტერმინი, რომელიც ასევე აღნიშნავს ზრდასრულ მამაკაცებს, რომლებსაც უკვე მოკლული ჰყავთ დიდი ნადავლი. ახალგაზრდა ჰაძაბე მხოლოდ მას შემდეგ ხდება ეპემე, რაც თავის პირველ დიდ ნადავლს მოკლავს. ჩვეულებრივ ეს ხდება 20 წლის ასაკში. მანამდე მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს რიტუალურ კვებაში, სადაც ეს კეთილშობილური ნაწილები მოიხმარება. მაგრამ დანარჩენი ხორცი ყველას ეკუთვნის. სიტყვა სიტყვით ყველას. არ არსებობს საკვებზე ინდივიდუალური საკუთრების კონცეფცია. ჯგუფის ყველაზე დახელოვნებული მონადირე იღებს იმავე ულუფას, რასაც ყველაზე უნიათო. ახალშობილ ბავშვს აქვს იგივე უფლება, რაც ყველაზე პატივსაცემ უხუცეს. გაზიარების ეს რადიკალური სისტემა არის ის, რაც ინარჩუნებს სოციალურ ერთიანობას ათასწლეულების განმავლობაში. არავინ აგროვებს. არავინ შიმშილობს, სანამ სხვა ზედმეტს ჭამს. უთანასწორობას უბრალოდ აზრი არ აქვს, როდესაც თქვენი გადარჩენა პირდაპირ დამოკიდებულია თანამშრომლობაზე. დააკვირდით, რა ხდება, როდესაც ერთი მონადირე ახერხებს განსაკუთრებით დიდი ნადავლის მოპოვებას. მაგალითად, კამეჩი ან ჟირაფი. ამ ზომის ცხოველები იძლევიან საკმარის ხორცს 30 ადამიანის გამოსაკვებად რამდენიმე დღის განმავლობაში. მაგრამ ჰაძაბეებს არ აქვთ საშუალება შეინახონ ეს ჭარბი რაოდენობა. მათ არ იციან საკმარისი მარილი დასამარილებლად. მათ არ აქვთ ჭურჭელი სათანადოდ გამოსაბოლად. მაშ, რას აკეთებენ? მთელ ბანაკს გადაიტანენ გვამთან ახლოს. ჭამენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ პირველ დღეებში. უზიარებენ მეზობელ ჯგუფებს, რომლებიც ამბის გაგების შემდეგ ჩნდებიან. და როდესაც ხორცი მთავრდება, გზას აგრძელებენ. ეს ნომადიზმი არ არის უმისამართო. ჰაძაბეები იცნობენ თავიანთ ტერიტორიას ისე, როგორც თქვენ იცნობთ თქვენს სახლს. ზუსტად იციან, სად იპოვონ წყალი ყოველ სეზონზე. რომელი ხეები რომელ დროს ისხამენ ნაყოფს. სად აფარებენ თავს ღორები დღის სიცხეში.
სად აშენებენ ფუტკრების სკებს ბაობაბების ფუტურო ტოტებში. ლანდშაფტის ეს ინტიმური ცოდნა გადაიცემა ზეპირად ისტორიებისა და პირდაპირი გამოცდილების საშუალებით. თაფლთან ურთიერთობა განსაკუთრებით მომხიბვლელია. ჰაძაბეებმა განავითარეს უნიკალური პარტნიორობა ფრინველთან, რომელსაც ეწოდება დიდი თაფლის მანიშნებელი, Indicador Grand, ადგილობრივად ცნობილი როგორც თაფლის კიდი. ფრინველს შეუძლია ფუტკრის სკების პოვნა, მაგრამ ვერ აღწევს ცვილსა და ლარვებთან, რომელთა ჭამაც სურს. ადამიანებს შეუძლიათ სკების გახსნა, მაგრამ უჭირთ მათი პოვნა ხშირ მცენარეულობაში. გამოსავალი. სახეობათა შორისი თანამშრომლობა. ფრინველი მონადირეებს სპეციფიკური გალობით უხმობს. მამაკაცების ტვენით პასუხობენ. შემდეგ თაფლის მანიშნებელი დაფრინავს ხიდან ხეზე, ყოველთვის ჩერდება იმის შესამოწმებლად, მიჰყვებიან თუ არა ადამიანები. როდესაც სკასთან მიდის, ჯდება და ელოდება. ჰაძაბეები ადიან ბაობაბზე ტოტში ჩაჭედებული პალოების გამოყენებით, როგორც საფეხურების, ფუტკრებს კვამლით აძევებენ, აგროვებენ თაფლს და ცვილისა და ლარვების ნაწილს ფრინველს უტოვებენ. ორივე მოგებული რჩება. ეს პარტნიორობა იმდენად დიდი ხანია არსებობს, რომ ქცევა გენეტიკურად არის კოდირებული ფრინველში. ეს არ არის ნასწავლი. ეს არის ინსტინქტი, რომელიც ჩამოყალიბდა ათასობით თაობის თანაცხოვრების შედეგად. თაფლმა შეიძლება შეადგინოს ჰაძაბეს რაციონის 20%-მდე წელიწადის გარკვეულ დროს. მდიდარი კალორიებით, შაქრებითა და ფერმენტებით, ის იძლევა სწრაფ ენერგიას ტყეში ცხოვრების ფიზიკური მოთხოვნებისთვის. მაგრამ ხორცისგან განსხვავებით, თაფლს ასევე აქვს განსაკუთრებული სოციალური განზომილება. განსაკუთრებით უხვისკის პოვნა ზეიმის მიზეზია. აღმომჩენი იძენს დროებით პრესტიჟს, თუმცა მოსავალი თანაბრად იყოფა. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მუდმივი ნადირობის ეს ცხოვრება სასტიკად დამღლელია. სამეცნიერო მონაცემების სხვა ისტორიას ყვება. დიუკის უნივერსიტეტის University Duke მკვლევარებმა წლები გაატარეს ჰაძაბეების კალორიული ხარჯვის გაზომვაში უახლესი აპარატურით. შედეგმა შოკში ჩააგდო სამეცნიერო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ დღეში საშუალოდ 6-დან 15 კილომეტრამდე გადიან და აქვთ მშვილდები, ისრები, მოკლული ნადავლი და ბავშვები, ჰაძაბეები დღიურად დაახლოებით იმავე რაოდენობის კალორიებს ხარჯავენ, რასაც მჯდომარე ზრდასრულები ინდუსტრიულ ქვეყნებში. ადამიანის სხეული ადაპტირდება. რაც უფრო აქტიური ხართ რეგულარულად, მით უფრო ეფექტური ხდება თქვენი მეტაბოლიზმი. რაც უფრო მეტად დგახართ ერთ ადგილას, მით მეტ კალორიას ფლანგავს თქვენი სხეული ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად. ეს ანგრევს გავრცელებულ ნარატივს იმის შესახებ, რომ ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ საშინლად მძიმე ცხოვრებით სამოქალაქო საზოგადოების გამოგონებამდე. ჰაძაბეები დღეში გაცილებით ნაკლებ საათს მუშაობენ, ვიდრე საშუალო თანამედროვე მუშა. მათი დილა ეთმობა ნადირობას ან შეგროვებას. მათი შუადღე ხშირად მოიცავს დასვენებას, სოციალიზაციას, იარაღების დამზადებას. არ არსებობს უფროსი, რომელიც პროდუქტიულობას ითხოვს. არ არსებობს სამუშაო საათები. არ არსებობს შაბათკვირა, რადგან არ არსებობს სამუშაო კვირა, რომლისგანაც უნდა დაისვენონ. სოციალური სტრუქტურა რადიკალურად თანასწორუფლებიანია. არ არსებობს ფორმალური ლიდერი. გადაწყვეტილებები მიიღება არაფორმალური კონსენსუსით. თუ ვინმე არ ეთანხმება ჯგუფის არჩევანს, ის უბრალოდ მიდის და უერთდება სხვა ბანაკს. არ არსებობს სასჯელი. არ არსებობს წყენა. დენადობა სრულია. ქორწინება ხდება ფორმალური ცერემონიის გარეშე. განქორწინებაც ასევე. შვილები ისევე ეკუთვნიან საზოგადოებას, როგორც ბიოლოგიურ მშობლებს. ნებისმიერ ზრდასრულს შეუძლია ნებისმიერი ბავშვის აღზრდა ან გამოკვება. იერარქიის ეს ნაკლებობა აბნევს გარედამკვირვებლებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ძალაუფლების მკაფიო სტრუქტურებს. ვინ წყვეტს, როდის გადაადგილდება ბანაკი? ყველა და არავინ. ვიღაც ვარაუდობს, რომ ნადირობა მწირია ამჟამინდელ რეგიონში. სხვები ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან. საუბარი გრძელდება მანამ, სანამ არ გამოიკვეთება მიმართულება, რომელსაც უმრავლესობა მიიღებს. მათ, ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ მაინც გახურნენ ჯგუფს ან მარტო წავიდნენ. არ არსებობს ფორმალური კენჭისყრა. არ არსებობს უფლებამოსილება გადაწყვეტილებების თავს მოსახვევად. ერთიანობა მოდის პრაქტიკული ურთიერთდამოკიდებულებიდან და არა კანონებიდან ან სასჯელებიდან. კონფლიქტები, როდესაც ისინი ხდება, იშვიათად გადადის ფიზიკურ ძალადობაში. ყველაზე ძლიერი იარაღი ჰაძაბეს საზოგადოებაში არის რეპუტაცია.
კაცი, რომელიც არ აზიარებს თავის ნადავლს სათანადოდ, რომელიც იტყუება თავისი უნარების შესახებ, რომელიც ცუდად ეპყრობა სუსტებს, თანდათან კარგავს სხვების პატივისცემას. ადამიანები წყვეტენ მასთან ნადირობის სურვილს. ქალები თავს არიდებენ ურთიერთობას. გარემოში, სადაც თანამშრომლობა სიტყვასიტყვით სიცოცხლისა თუ სიკვდილის საკითხია, ჯგუფის მიერ ცუდად დანახვა გადასახლების განაჩენის ტოლფასია. ეს დენადობა ვრცელდება თავად ტომობრივ იდენტობაზეც. ჰაძაბეებს არ აქვთ წარმოშობის მითი, რომელიც მათ სხვა ხალხებისგან გამოყოფს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ერთებდნენ ინდივიდებს მეზობელი ტომებიდან, რომლებმაც აირჩიეს მათი ცხოვრების წესის მიღება. გვალვისგან გაკოტრებული ფერმერები. მეცხვარეები, რომლებმაც დაკარგეს ფარა. სხვა რეგიონების კონფლიქტებისგან გამოქცეულებიც კი. თუ თქვენ ცხოვრობთ როგორც ჰაძაბე, ნადირობთ როგორც ჰაძაბე, ლაპარაკობთ ენაზე და მიჰყვებით წეს-ჩვეულებებს, თქვენ ხართ ჰაძაბე. ბიოლოგიას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკას. ჰაძანეს, ჰაძეინ, ენა შესაძლოა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში ჯერ კიდევ სასაუბრო ენებს შორის. ის შეიცავს ткაცუნა ბგერებს, რომლებიც პრაქტიკულად არ არსებობს სხვა ენებში სამხრეთ აფრიკის გარეთ, სადაც კოისანის, ხოიზან ხალხები იყენებენ მსგავს სისტემას. მაგრამ ლინგვისტური ანალიზი ადასტურებს, რომ ჰაძანეს არ აქვს ნათესაობა კოისანურ ენებთან. ის იზოლირებულია. რელიკვია იმ დროისა, როდესაც ადამიანთა ლინგვისტური მრავალფეროვნება შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე დღეს. გარეული ღორისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცხოველმა არ იცის, რომ მას დევნის ადამიანის პრეისტორიასთან ბოლო პირდაპირ რგოლი. მან არ იცის, რომ ის არის, რომელიც მას ხვდება, ატარებს შხამს, რომელიც შემუშავებულია იმაზე მეტი თაობის განმავლობაში, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე წამალი. მან არ იცის, რომ მისი ხორცი გაიყოფა თანასწორობის პრინციპების მიხედვით, რომელთა განსაზღვრასაც დასავლელი ფილოსოფოსები ჯერ კიდევ თეორიულად ცდილობენ. ღორი უბრალოდ გარბის იმალება, საბოლოოდ ეცემა. და ჰაძაბეები უბრალოდ აგრძელებენ. მაგრამ კიდევ რამდენ ხანს? ბოლო 50 წლის განმავლობაში ჰაძაბეს ტერიტორია 90%-ით შემცირდა. ფერმერებმა დაიკავეს ნაყოფიერი ვაკეები. დატოგა მეცხვარეებმა მოიყვანეს ათასობით სული საქონელი, რომელიც ეჯიბრება გარეულ ფაუნას წყლისა და საძოვრებისთვის. ხახვის პლანტაციები გავრცელდა ეიასის ტბის ნაპირებზე, სანადირო ადგილები სარწყავ სასოფლო-სამეურნეო მინდვრებად აქცია. სოფლის მეურნეობად გადაქცეული ყოველი ჰექტარი არის 1 ჰექტარით ნაკლები სანადიროდ. საქონლის ყოველი ფარა, რომელიც გადის, აფრთხობს პოტენციურ ნადავლს. სარწყავად გათხრილი ყოველი ჭაბურღილი აშრობს ბუნებრივ წყაროებს, რომლებზეც ცხოველები არიან დამოკიდებულნი. წნეხი მუდმივია და ყველა მიმართულებიდან მოდის. ჩრდილოეთიდან ტურისტული ექსპანსია, რომელიც დაკავშირებულია სერენგეთის ეროვნულ პარკთან, Park National du Serengeti და ნგორონგოროს კრატერთან, Crater de Ngorongoro, იზიდავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რაც ფრაგმენტაციას უკეთებს ჰაბიტატს. სამხრეთიდან სასოფლო-სამეურნეო ტომები, როგორიცაა ისანზუ ისენზუ, თანდათან მიიწევენ წინ ახალი სახნავსათესი მიწების მოსაძებნად. აღმოსავლეთიდან დატოგა მეცხვარეებს სჭირდებათ სულ უფრო დიდი საძოვრები მათი მზარდი ფარებისთვის. ჰაძაბეები სიტყვასიტყვით შუაში არიან მოქცეულნი. ირონია სასტიკია. ჰაძაბეები 50,000 წლეულია ცხოვრობენ ამ რეგიონში ისე, რომ არასოდეს ამოუწურავთ მისი რესურსები. მათ არასოდეს გაუჩეხავთ ტყე. არასოდეს დაუბინძურებიათ. არასოდეს გაუნადგურებიათ სახეობები. მათი ეკოლოგიური კვალი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ახლა კი მათ განაპირა მხარეს აძევებენ ხალხები, რომელთა დამანგრეველი პრაქტიკა მოითხოვს მუდმივ ტერიტორიულ გაფართოებას იმის კომპენსირებისთვის, რაც უკვე დაიკავეს და გამოფიტეს. ტანზანიის მთავრობამ აღიარა ჰაძაბეების ფორმალური ტერიტორიული უფლებები 2011 წელს, რაც უზრუნველყოფს 20,000 ჰექტარზე მეტ სიაე და ჩინის იერეჩენი რეგიონში. ეს იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი გამარჯვება. გარანტირებული ტერიტორია წარმოადგენს იმის მცირე ნაწილს, რასაც მათი წინაპრები თავისუფლად გადიოდნენ. და ამ ოფიციალურ საზღვრებშიც კი შემოჭრა გრძელდება. მეცხვარეები უბულებელყოფენ საზღვრებს. ბრაკონიერები ცეცხლსასროლი იარაღით ანადგურებენ ნადავლის პოპულაციებს. კონტროლი სუსტია, როცა ის საერთოდ არსებობს. ზოგიერთმა ჰაძაბემ მიატოვა ტრადიციული ცხოვრება. ისინი მუშაობენ მეზობელ ფერმებში მინიმალურ ხელფალზე. კიდიან ხელნაკეთ ნივთებს ტურისტებზე, რომლებიც კონდიცირებული ჯიპებით ჩამოდიან. პოზირებენ ფოტოებისთვის გასამრჯელოს სანაცვლოდ.
მათ ისწავლეს, რომ გარე სამყარო მათ განსხვავებულობას უფრო მეტად აფასებს როგორც სანახაობას, ვიდრე როგორც ლეგიტიმურ ცხოვრების წესს. ბევრი ახალგაზრდისთვის ტანსაცმლის, მობილური ტელეფონების და მოტოციკლების ცდუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ტყის ძახილი. დღეს არსებული 1300 ჰაძაბედან მხოლოდ 300-დან 400-მდე ცხოვრობს ექსკლუზიურად ნადირობითა და შეგროვებით. სწორედ ისინი იღვიძებენ განთიადამდე, ამოწმებენ თავიანთ შხამიანისრებს და გადიან გარეული ღორების საძიებლად ყოველგვარი წარმატების გარანტიის გარეშე. სწორედ ისინი სძინავთ ვარსკვლავების ქვეშ, იზიარებენ საკვების ყოველ ლუკმას და გადააქვთ თავიანთი ბანაკები სეზონების მიხედვით. სწორედ ისინი ინახავენ ცოდნას, რომელიც არც ერთ წიგნს არასოდეს ჩაუწერია სათანადოდ. ჰაძაბეები არ აგროვებენ ქონებას, რადგან მათ არაფერი აქვთ დასამტკიცებელი ვინმესთვის. ისინი არ ინახავენ საკვებს, რადგან სჯერათ, რომ მიწა ყოველთვის სთავაზობს მათ რაღაცას. ისინი არ აშენებენ მუდმივ სახლებს, რადგან გადაადგილების თავისუფლება კედლებზე მეტად ფასობს. 10,000 თაობის განმავლობაში ეს ხალხი უძლებდა იმპერიებს, კოლონიზატორებს, მისიონერებს და მთავრობებს, რომლებიც ცდილობდნენ მათ გადაქცევას ფერმერებად, ქრისტიანებად, მოწესრიგებულ მოქალაქეებად. ყველამ მარცხი განიცადა. თამბაქოს მოხმარება, რაც ყველაზე მეტად აწუხებს თანამედროვე სამყაროს ჰაძაბეების შესახებ, არ არის მათი მატერიალური სიღარიბე. არამედ ის ფაქტი, რომ ისინი ნამდვილად ბედნიერად გამოიყურებიან ყოველივე იმის გარეშე, რასაც ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ. დიუკის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა რაღაც შემაშფოთებელი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე კილომეტრებს გადიან ნადირობითა და შეგროვებით, ჰაძაბეები ხარჯავენ იმავე რაოდენობის კალორიებს, რასაც მჯდომარე ადამიანები კონდიცირებულ ოფისებში. ადამიანის სხეული ადაპტირდება. ის, რაც არ ადაპტირდება, არის ზედმეტი კომფორტით დახრჩობილი სული. შემდეგ ჯერზე, როდესაც ღამის 3 საათზე გააღებთ სავსე მაცივარს და დაიჩივლებთ, რომ საჭმელი არაფერია, გახსოვდეთ, არსებობს ხალხი, რომელიც მზის ამოსვლამდე იღვიძებს, ფეხშიშველი დადის ქვებზე, ებრძვის გველებსა და მორიელებს, ამზადებს შხამს მცენარეებისგან, საათობით სდევს გარეულ ღორებს და მაინც ყოველ კვებას მიიჩნევს საერთო კურთხევას.